რესტორანი ბარბარესთან, მეგობრებო, რომელიც ბარბარე ჯორჯაძის მიერ მე-19 საუკუნეში შექმნილი კულინარიული მემკვიდრეობა თანამედროვე ფორმატში გააცოცხლეს. ლალისტეს მსოფლიოს 100 საუკეთესო რესტორნის ჩამონათვალში მოხვდა 1000. მსოფლიოს 1000. საუკეთესო რესტორნებს შორის. მე რამდენი ვთქვი 100? 100. დრო 100. 100-იც მალე იქნება. ეს არის რეიტინგი, რომელიც საერთაშორისო კრიტიკოსების შეფასებებს, გიდებს და მომხმარებლებს რეიტინგებს აერთიანებს და რესტორნების კონცეფციის, ტექნიკის, სერვისების და სტაბილურობის მიხედვით აფასებს. რესტორნის გენერალური მენეჯერი ანდრია ქურასბედიანი BMG-სთან ყვება, რომ ეს შემდეგი წლების თანმიმდევრული და გასული წლებისაც მუშაობის ლოგიკური გაგრძელებაა. აი მოკითხვა ქურასბედიანებს დიდი სიყვარულით. ყველა ფოტოებზე ერთად რო გამოჩნდნენ მონატრებასაც აქვს ადგილი. მოკლედ ანდრიას თქმით, ქურასბედიანის კომპანიას თავიდანვე ჰქონდა მისია მე-19 საუკუნის ქართული კულინარიული კულტურის გაცოცხლება თანამედროვე ფორმატში მომხდარიყო და ისეთი გამოცდილება შექმნილიყო, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არაჩვეულებრივად გამოუვიდა ამ გუნდს. ანდრიას ერთ-ერთი ინტერვიუდან ვციტირებთ, დასაწყისიდანვე გვქონდა მკაფიო მისია. კნეინა ბარბარე ჯორჯაძის წიგნიდან სრული სამზარეულო ისტორიული რეცეპტების გაცოცხლება თანამედროვე fine dining ფორმატში, რაც ამ შემთხვევაში გულისხმობს მაღალი დონის რესტორნის ფორმატს, კონცეფციის სიღრმე, სერვისის მაღალი სტანდარტი, ვიზუალური პრეზენტაცია და გუნდის ერთიანი ხედვა ქმნის მთლიან გამოცდილებას, რომელიც საერთაშორისო აღქმადი და კონკურენტული არის. სწორედ ეს არის სიტყვები ანდრია ქურასბედიანის. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, რესტორნის გუნდი განვითარების ახალ ეტაპს აანონსებს 2026 წელი ქურასბედიანის თქმით კონცეფციის გაღრმავების, საერთაშორისო პოზიციონირების გაძლიერების პერიოდი იქნება და ასევე იგეგმება ხარისხის სისტემური დახვეწა. ისტორიული მემკვიდრეობის კვლევის გაძლიერება და საერთაშორისო კოლაბორაციები. ხო, ამასთან რესტორანი ახალ ლოკაციაზე გადასვლასაც გეგმავს, რაც სივრცის და სტუმრის გამოცდილების გაფართოების შესაძლებლობას შექმნის. უფრო მეტი დეტალის გაჟღერებისგან ანდრია ქურასბედიანი თავს იკავებს ამ ეტაპზე, თუმცა აცხადებს, რომ გაფართოების მიზანი უცვლელია. ბარბარესთან ერთად ჩამოყალიბდეს არა მხოლოდ როგორც რესტორანი, არამედ როგორც ძლიერი ქართული გასტრონომიული ბრენდი საერთაშორისო პერსპექტივით და ლალისში მოხვედრამ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ დაადასტურა. ულოცავ რესტორან ბარბარესთან მესვეურებს ამ ამბავს და ულოცავ მთლიანად ქართულ ბიზნესს ამ ორი გაღიარებას.